ვიმედოვნებ დილით მადლობა გადაუხადეთ ღმერთს თქვენი ცხოვრების ახალი დღისთვის. კარგი დღისთვის. მჯერა რომ ის სწორედ ასეთ დღეს გაჩუქებთ. ახლა კი მინდა ტელეგრაფის თანმიმდევრობით მოგითხროთ ის ამბები, რომლებიც მსოფლიოში ხდება. რადგან ვიცი რომ პროპაგანდა ხელს უშლის ყველაფრის სწორად აღქმას, რაც ხდება. და რა თქმა უნდა ნებისმიერი მიუკერძოებელი სიახლე მნიშვნელოვანი იქნება თქვენთვის რეალობის აღსაქმელად. ითხოვს დახმარების დაბრუნებას, რომელიც მან უკრაინას გაუწია. უკრაინა უარს აცხადებს და ვფიქრობ, რომ სწორად აკეთებს. კი არ ვფიქრობ, არამედ დარწმუნებული ვარ, რადგან ასეთი შეთანხმება არ ყოფილა. ბიზნესში ისევე როგორც საერთაშორისო ურთიერთობებში ისე არ ხდება, რომ თუ შეთანხმება არ არის, რაღაც ფულზე საუბარი იყოს. არა, ასე არაფერი გამოვა. ეს რთული საკითხია. მე უბრალოდ იმაზე ვსაუბრობ, თუ ვის რა უნდა. ვნახოთ, როგორ გადაწყდება ეს ამბავი. ყველაფერი ჩვენს უკრაინელ ლიდერზეა დამოკიდებული. დასავლეთის მთავარი დასკვნები 2030 წელს იქნება სრულმასშტაბიანი ომი ევროპასთან და ის შეიძლება იყოს ჩრდილოეთის ქვეყნებთან. დღეს ფინეთის ხელმძღვანელმა გოლფი ითამაშა. ითამაშა თუ არ ითამაშა არ ვიცი, მაგრამ ის აპირებდა გოლფის თამაშს ტრამპთან და შემდეგ საუბარს. ამ თემაზე პრესკონფერენცია არ ყოფილა, მაგრამ აშკარად თემა ეხებოდა ბალტიისპირეთის ქვეყნებს. ფინეთი კი ოდესღაც რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო. რუსეთის სამხედრო ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ის 120 მილიარდ ევროს შეადგენს. ეს 2021 წლის მონაცემებზე 4-ჯერ მეტია. ჯარის რაოდენობა კი 30-50%-ით იზრდება. ერთის მხრივ ეს უპირატესობებს აძლევს რუსეთის ეკონომიკას, მაგრამ მეორეს მხრივ რუსეთი სრულ კოლაფსამდე მიჰყავს. რადგან ეს ფული არ საიდან მოდის. ანუ ეს არის ბიუჯეტის წესხი. საბიუჯეტო დავალიანება იზრდება. ნებისმიერ ქვეყანას აქვს ასეთი ვალი, მაგრამ ვალმა, რომელიც დღეს რუსეთს აქვს, შეიძლება გამოიწვიოს მისი ეკონომიკის სრული კოლაფსი. ევროპაში მიგრანტების წინააღმდეგ უზარმაზარი, დიდი, ძლიერი ტალღაა. ღმერთმა ქნას არა უკრაინელების წინააღმდეგ. ასეთი ჭორები ან ოფიციალური მიმართვები ლიდერებისგან ჯერჯერობით არ გამიგია. მაგრამ ასეთი ომი მიმდინარეობს. ერთის მხრივ ეს სწორია, რადგან მიგრანტები, განსაკუთრებით აფრიკული და განუვითარებელი ქვეყნებიდან, მათ შორის პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, არ არიან თავისუფლების მატარებლები, არ არიან დემოკრატიის მატარებლები. და მათი რიცხვი, მაგალითად საფრანგეთში, მალე მიაღწევს ისეთ მასშტაბებს, რომ უფრო ნაკლები ფრანგი იქნება ვიდრე თავად აფრიკელები. იქ ისინი არ არიან თლად აფრიკელები, მაროკოელები და ასე შემდეგ. შემდეგ კი ძალაუფლების სისტემა შეიძლება შეიცვალოს. ძალაუფლების სისტემა არის ხელისუფლების დანაწილება, რომელიც ხელს უშლის საჯარო სექტორის თანამშრომლებს ქურდობაში. და ბოლოს, მინდოდა მეთქვა, რომ მე პირადად ძალიან მომწონს ტრამპის პოზიცია ერთ საკითხთან დაკავშირებით. დანარჩენი ჯერჯერობით დრო გვიჩვენებს, რადგან ის სულ ცოტა ხანია რაც ხელისუფლებაშია. მან ბიუჯეტის ხარჯების მეთვალყურედ დანიშნა, არ ვიცი მისი თანამდებობის ზუსტი სახელი, ადამიანი, რომელსაც ეკონომიკა ესმის. და მან ახლახან ბაიდენის სისტემაში 8 ან 7 მილიონი მკვდარი სული იპოვა. ეს გასაგებია. მოხუც ნაკლებად ესმოდა ეკონომიკა. ეს ადამიანები ყოველთვიურად იღებდნენ ხელფასს და ყოველწლიურად ყველა სოციალური შეღავათი ჰქონდათ. და რა თქმა უნდა, ყველაზე ცუდი ის არის, რომ
მათ დიდი გავლენა მოახდინეს არჩევნებზე. ეს მართლაც ცუდია. თუმცა ეს ტრამპის საქმიანობის მხოლოდ დასაწყისია. ჩემს პირველ ვადაში სამჯერ ვიყავი პარლამენტის წევრი, ვისაც არ გახსოვთ. ბიუჯეტის ხარჯების შემცირება შევთავაზე. მაგრამ ამ თვალსაზრისით მე არ ვარ ფულის დაზოგვის ახალი ფილოსოფიის ფუძემდებელი. საბჭოთა კავშირში თუ ვინმე ცხოვრობდა ჩემს დროს, იცით რომ პარტია და ხელისუფლება ყოველთვის ცდილობდა ჩინოვნიკების შემცირებას. მაგრამ საბოლოოდ ძლიერი რეკლამის და გათავისუფლებული და ხელახალი დანიშვნების შემდეგ აღმოჩნდა, რომ თანამდებობის პირთა რაოდენობა იზრდებოდა. ეს ტენდენცია ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს და როცა ბიუროკრატიულად გადაიქცევა, პრობლემა ამაშიც არ არის. პრობლემა, რა თქმა უნდა, ის არის, რომ ეს ხარჯები მილიარდობით დოლარია, რომელიც შეიძლება მოხმარდეს ძალიან მნიშვნელოვან პროგრამებს. ძალიან მნიშვნელოვანი ბევრი მათგანია და არ მინდა მათი ჩამოთვლა. თუმცა ეს არის სოციალური სამართლიანობის პრობლემა. ეს თავად ხელისუფლების სინდისის პრობლემაა. ხელისუფლების სინდისის. ერთ-ერთი გამოსვლისას, მაგალითად ვისაუბრე იმაზე, რომ იმდროინდელი უკრაინის ყველა თანამდებობის პირს, არ ვიცი ახლა როგორ არის, დიდი ხანია უკრაინაში არ ყოფილვარ. მერსედესი ყავდა. ყველაზე ხელმოკლე ეგრეთ წოდებული ჟეკის ხელმძღვანელიც კი როგორღაც ახერხებდა ამის გაკეთებას. და მე ვუთხარი. იმ დროს თუ არ ვწდები პრემიერ-მინისტრი იყო პუსტოვოიდენკო. აბა მერსედესს რატომ ატარებთ მეთქი? იმ დროს უკრაინაში უფრო მეტი მერსედესი გვყავდა. არ ვიცი ახლა როგორ არის, ვიდრე თავად გერმანიაში. ზაზი მაშინ ჩვენთან კარგად მუშაობდა. გადადით ზაზზე. ეს ხომ პროვინციალიზმია. მიღწევების ჩვენება იქ, სადაც მიღწევები არ არის. როცა მე ვიყავი, იმ დროს ჩემთან ბევრი ელჩი მოდიოდა. ყველა ქვეყნის ყველა ელჩი. ყველაზე ძვირადღირებული საჩუქრები ყოველთვის ყველაზე ღარიბ ქვეყნებს მოჰქონდათ. ეს არის პოზიცია. ყველაფერი ცუდად არის, მაგრამ გარეგნულად რაღაც წვრილმანებში ცდილობენ აჩვენონ, რომ მათთვის ყველაფერი ასე ძვირი და კარგია. და ამას ქვია დაუნახაობა. სწორედ ასეა. და ის ფაქტი, რომ ტრამპის პირველი ნაბიჯები იწვევს ასეთ გამორჩეულ შედეგებს, ძალიან მახარებს. რადგან თუ კი ოდესმე სხვა ქვეყნები, მათ შორის პოსტსაბჭოთა ქვეყნებიც, ამ გზას გაივლიან, მაშინ რა თქმა უნდა უბრალო ადამიანებს ცხოვრება გაუმარტივდებათ. დღეისთვის საკმარისია, თორემ ვიცი, რომ დიდხანს არ გინდათ ჩემი მოსმენა. სწორად იქცევით, რადგან გრძელი ამბავი არის ამბავი არაფრის შესახებ. არ დაგავიწყდეთ მშობლებთან დარეკვა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბარზე მეტად მათ სურთ თქვენი ხმის გაგონება. სურთ იცოდნენ, რას გრძნობთ. გისურვებთ წარმატებებს, სიყვარულს, ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და ყოველივე საუკეთესოს.